პირველ რიგში მინდა მოვულოცო მოქალაქეებს მოსახლეობას ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, საკრებულო უმრავლესობით დაამტკიცა ბიუჯეტის პროექტი, რაც მნიშვნელოვანია ამ ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტი განსაზღვრულია მოქალაქეებიდან მიღებული უკავშირით. საკრებულოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შეხვედრები ჰქონდა მოსახლეობასთან და ამ შეხვედრებიდან ჩვენ მივიღებთ ინფორმაცია, რომელიც აღიბეჭდა ოქმებში და შესაბამისად პრიორიტეტები, რომელიც ასახულია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, უშუალოდ პასუხობს მოქალაქეების ინტერესს. აქვე მინდა გითხრათ, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რომელიც ეხება ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ნაწილს, 40 მილიონი ლარით გაიზრდება ბიუჯეტი და დაზუსტდება იანვრის თვეში. ეს რესურსი ფინანსური მოხმარდება ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებას, რომელიც ეხება მუნიციპალურ სერვისებს. მუნიციპალურ სერვისებს გულისხმობ, ეს არის სპეციალური სერვისები, დასუფთავების უზრუნველყოფა, ეს არის მუნიციპალური სერვისი, რომელიც ეხება ტრანსპორტის ნაწილს, გაუმჯობესდება ტრანსპორტის მომსახურების ნაწილი, დაემატება ავტობუსები, მიკროავტობუსები, რაც უშუალოდ ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი. აქვე მინდა გითხრათ, რომ უშუალოდ საკუთარი შემოსავალი ბიუჯეტის პროექტში გაზრდილია 13 მილიონი ლარით, ეს ეხება დღგ-ს ნაწილს, ეს ეხება მიწის გადასახადს, ქონების გადასახადს, რაც აისახა ბიუჯეტის პროგრამაში. მე მინდა გითხრათ, რომ 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი პასუხობს ჩვენი მოქალაქეების ინტერესს და სრულად არის აგებული იმ პრიორიტეტებზე, რომელიც მოქალაქეებიდან მიღებული ინფორმაციით არის განსაზღვრული. ჩვენ გარდა მუნიციპალური სერვისებისა ვაპირებთ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, გაიზრდება ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, რომელიც ეხება საფრთხის შემცველი ფასადების რეაბილიტაციას, რეგიონალური ფონდიდან მიღებული პროექტები თანხებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება მაგალითად აბაშიძის, გამსახურდიას ქუჩის ფასადების, საფრთხის შემცველი ფასადების რეაბილიტაციას. აქვე გაიზრდება მიდამტვესაკუთრეთა ამხანაგობების ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომელიც ეხება გადახურვის საკითხს და ასე შემდეგ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, სპორტული ინფრასტრუქტურა. იცით, რომ პრემიერის ინიციატივით ასევე ქალაქში 2025 წელს დაიწყება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენი თაობების, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერას. ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. აქვე მინდა გითხრათ, რომ სოციალური და ჯანდაცვითი ნაწილი ჩვენთვის ასევე რჩება პრიორიტეტებად თითოეულ იმ პროგრამაში, რომელიც განსაზღვრულია სოციალურ ნაწილში 21 პროგრამის სახით და ჯანდაცვით ნაწილში დაახლოებით 16 პროგრამის სახით, თითოეულ ამ პროგრამაში გვაქვს მატება საერთო ჯამში სოციალური და ჯანდაცვის ბიუჯეტი 8.5 მილიონ ლარამდეა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერისთვის. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და ამ ბიუჯეტის პროგრამებში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ იგივე ადმინისტრაციული რესურსის შემცირება ხარჯვით ნაწილში და ეს მნიშვნელოვანი ფინანსური ნაწილი მიმართულია ისეთ პროგრამებზე, რომელიც ეხება იგივე კულტურას, ახალგაზრდობის მხარდაჭერას და ასე შემდეგ. მე აქვე მინდა გითხრათ, რომ რაც მთავარია ჩართულობის მნიშვნელოვანი მექანიზმი მუნიციპალურ დონეზე, როგორც არის ახალგაზრდული საბჭო, მათი ინიციატივები სრულად არის ასახული ახალგაზრდულ პროგრამებში, რომელიც ბიუჯეტის ნაწილში არის განსაზღვრული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებისთვის საინტერესო გახდეს მუნიციპალური პროგრამები და შესაბამისად მაქსიმალურად მოვიცვათ და მაქსიმალურად ჩართოთ ახალგაზრდები ქალაქის ცხოვრებაში. და თავარი, ალბათ ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ ზედამხედველობას 2025 წლის ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ის დანაპირები, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარტია ქართულმა ოცნებამ გასცა საარჩევნო კამპანიის პროცესში მაქსიმალურად იქნა შესრულებელი. ამის პირობას ჩვენ ვიძლევით და რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა ნებისმიერ მოქალაქის ინიციატივას ან ინტერესს უპასუხოს შესაბამისი პრაქტიკული და ხელშესახები შედეგებით.